ხო და თუ ეძებთ ბატონო შეგიძლიათ იპოვოთ და შაბათ-კვირას გაიაროთ მერლინში. გუშინ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია გამართა 14-დან 18 წლამდე. მონაწილეებმა ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პრეზენტაციები წარმოადგენს. პროექტის მიზანია ბავშვებში ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ბავშვებისთვის პრობლემურ თემებზე მსჯელობისა და გადაჭრის გზების ძიების პროცესის დაწყება. ღონისძიების სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ოფიციალური პირები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი წელს პირველად ვახორციელებთ მსგავსი ტიპის პროექტს, სადაც ჩართული არიან საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქიდან, რომლებიც გუნდების სახით ბავშვები თავის პრობლემას წარმოადგენენ, შემდგომ ეს პრობლემები განიხილება ერთობლივად და ამ კონფერენციის სახე, რომელსაც ვეცდებით, რომ ყოველწლიურად გავაკეთოთ, იმიტომ რომ მოზარდების აქტიური ჩართულობა სამოქალაქო სექტორში ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. ჩვენი პრეზენტაცია იყო ადამიანის მონაწილეობის უფლების შესახებ. ეს საქართველოს დღეს კანონში გაწერილია, თუმცა რეალურად არ სრულდება. ამიტომ ჩვენი აზრით ამ საკითხს სჭირდება ყურადღების მიქცევა, რომ გახდეს უფრო მნიშვნელოვანი და რეალურად შეგვისრულდეს ეს უფლება, რომელიც გაწერილია ბავშვთა უფლებების კონვენციაზე.